მოსულიყო მიუხედავად იმისა, რა სირთულეებით შეხვდა გზა საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ვსაუბრობთ იმაზე, საიდან უნდა დავიწყოთ რეფორმირება განათლების სისტემის. თქვენი პარტიის ხედვა. ძალიან დიდი მადლობა მოგესალმებით, მივესალმებით ჩემს კოლეგებს, ტელემაყურებლებს, ჩვენს ამომრჩევლებს. ბუნებრივია, ყველაზე დიდი გამოწვევა განათლების სისტემის არის, რომ სისტემას არ აქვს ერთიანი ხედვა, თუ საერთოდ რა არის განათლება. განათლება ცალკე ერთია, განათლების სისტემა მეორეა და სამწუხაროდ ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიმღები და პარლამენტარები მათ შორის პირველ რიგში და სამწუხაროდ აღმოსავლურ ისტორიაში არ გამოირჩევა დიდი ასე ვთქვათ წვერვალებით ეს ხედვა. არ არის ეს ზუსტად დანახული, რომ განათლების სისტემა რას უნდა ემსახურებოდეს. მისი დანიშნულება არის პირველ რიგში გასააზრებელი, რომ ეს ერთიანი სისტემა სიტყვიერად შეიძლება გავიგონოთ, რომ აი უწყვეტობა, მაგრამ არავითარი უწყვეტობა სისტემაში არ არსებობს. თუ კარგად ჩავიხედავთ მართვის სისტემაში, არავითარი უწყვეტობა იქ არ არსებობს. საერთოდ არ არსებობს ფაქტობრივად დაგეგმვის, ასე ვთქვათ, შემდეგ განხორციელების, კადრების მოზიდვის და შეფასების ერთიანი გააზრებული სისტემა. ანუ მენეჯმენტია ყველაზე დიდი პრობლემა დღევანდელი განათლების სისტემის. არაკომპეტენტურობაა ყველაზე დიდი პრობლემა ამ სისტემაში, იმიტომ რომ მოდიან ადამიანები, რომლებიც სისტემას უყურებენ, რამდენი ამომრჩეველი და რამდენი ხმა იქნება. აი ხა როგორც ხედავ, მართველი პარტია არ არის წარმოდგენილი. ხო, დღეს არ მონაწილეობს. ძალიან სამწუხაროა, განათლება არის ყველაზე აქტუალური თემა. ნებისმიერი დაპირება ეკონომიკურ რაღაც წიაღსულებზე ვხედავთ, ხო, ყვითელ ავტობუსებზე ყველგანო სწრაფი განვითარება. როგორ განათლების გარეშე როგორ აპირებენ? კითხვა არის როგორ? მე ყოველ ჯერზე როცა ამორჩეულს ხვდები თუ გვაქვს დებატები თუ რაღაც ყოველთვის მაგ ძალიან დიდი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომ პოლიტიკოსებს ვკითხოთ როგორ ამაშია განსხვავება. ამაშია განსხვავება როგორ ვაპირებთ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ამ მიზნების რეალიზებას. მოგცემთ ამის საშუალებას, უბრალოდ თქვენ ახსენეთ მენეჯმენტი. განათლების სფეროში მენეჯმენტი რაიმე სხვა ასე ვთქვათ უნარებს მოითხოვს, ვთქვათ ავიღოთ სფერო რეფორმები ვთქვათ პოლიციაში, ჯარში, რომელიც მენეჯმენტი ზოგადად არის საბაზისო ცნებები. აი, რატომ ვერ მოხერხდა განათლებაში ამის გაკეთება, რაც მოხერხდა ვთქვათ სხვა. მე კეთყვით, ასე ვთქვათ, პირველ რიგში პოლიტიკური ნება, შემდეგ რა თქმა უნდა არაკვალიფიცირებულობა და ყველა რეფორმატორის აქამდე ვინც ცდილობდა რაღაც განეხორციელება, ერთი და იგივე შეცდომა ჰქონდა თითქმის ყველა, ეს იყო სისტემის მასშტაბურობის არ გათვალისწინება. მაინც კვალიფიკაციამდე მივდივართ. კაბინეტში ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მე მიმუშავნია კაბინეტში და იქიდან ყველა გიქნევს, თავს ყველა გეთახმება, მაგრამ შენ უნდა იცოდე სისტემა როგორ ფუნქციონირებს, კლასში რა ხდება სტუდენტურ აუდიტორიებში. მე უბრალოდ დავასრულებ ჩემ ნათქვამს, აი გარდა იმისა, რომ ხედვა რაში მდგომარეობს, ჩვენი ხედვა იმაში მდგომარეობს, განათლების სისტემის დანიშნულება არის უზრუნველყოს ადამიანებისათვის საკუთარი თავის პოტენციალის რეალიზება, ღირსეული დამკვიდრება შრომის ბაზარზე და საზოგადოებაში და რაც თავარია ქვეყნის კონკურენტუნარიანობა. დღეს თამასა დასული არის მშობლის მოსწავლის და სტუდენტის ინტერესებზე და საზოგადო ინტერესები არსად არ ჩანს. თითქოს ეს სისტემა ყველასია, მაგრამ არავის არ არის. აი ის რომ არ აქვს სისტემას კაფიო ხედვა თუ საით უნდა წაიყვანოს, რა შედეგები უნდა იყოს, რითი ვზომავთ უმაღლეს განათლებას. კონკურენტუნარიანობის ინდექსი თითქმის არ გამოიყენება, არავინ არ ეყრდნობა თითქოს ამას. კეთება საერთაშორისო კვლევას კონსტიტუციაზე, არა, წიგნიერების მაგალითად და ვიცით რომ საშინელი მდგომარეობაა. ანა 7-ით არის მეცული შემდეგ ყველა. ამას რა უნდა მოყვეს, ეს კვლევისთვის არის, აი კომპეტენცია რას ნიშნავს? არ იციან ხშირად რატო უნდა გააკეთონ კვლევა. ეს არის რაღაც თითქოს დამატებითი რაღაც და გადაწყვეტილებები ზუსტად კვლევებს, ობიექტურ ინფორმაციას და კვალიფიცირებულად შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტებს უნდა დაეყრდოს. მაინც მივდივართ კვალიფიკაციამდე და პოლიტიკური ნება არის ყველაზე, ასე ვთქვათ, კვლევის ფაქტორი. პოლიტიკური ნება რა ნაწილში ვერ დაინახეთ? მე ძალიან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, დღეს მე არაერთი ადამიანი, კოალიცია, ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაცია მახსენდება, რომლებიც სხვადასხვა თემებზე ძალიან ხარისხიანად მუშაობენ. მზად აქვთ ბევრი რამე, მაგრამ როგორც კი მიდის პარლამენტამდე საქმე, იქ მთავრდება ყველაფერი, იმიტომ რომ პარლამენტია ყველაზე მთავარი. დღეს ახლა ვისაც არ უნდა გითხო, ყველას გაახსენება განათლების მინისტრი. კი ბატონო, მესმის რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ისიც პოლიტიკური ფიგურა
ფიგურა ამაშია მთელი პრობლემა. მაგრამ თავი ის მინისტრიც საბოლოო ჯამში მიდის იმ ბიუჯეტის თუ კანონის დასამტკიცებლად პარლამენტამდე. ამიტომ არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ პოლიტიკურ ძალას დაუჭერენ მხარს? ვინ აყავთ განათლებაში პოლიტიკურ ძალებს? აი ეს უნდა მოიკითხოს ყველა, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებები ბელეტრისტიკა. ბატონო ალდა, გამოდის რომ ხელისუფლებები ამ სფეროში მკვეთ რეფორმებს ერიდებიან? რატომ? აი ეს არის მკვეთრი რეფორმები არ მორდებია წინა ხელისუფლება, მაგრამ სიმკვეთრე არ არის გამოსავალი. სიმკვეთრე არ არის მთავარი ამოცანა. მთავარი არის გააზრებული, გეგმაზომიერი და არა მარტო რას გააკეთებ, არამედ როგორ გააკეთებ. თუ შენ რეფორმებს არ აკეთებ ჩართულობით და სადღაც გეჩქარება, ეს არის დაღუპული გზა. ფაქტია, რომ წინა ხელისუფლებამ დაამთავრა ფიასკოთი ის რეფორმები, რომელიც იყო ძალიან ესეთი პროპაგანდის დონეზე, იყო უმაღლეს დონეზე აყვანილი, მაგრამ შედეგი ჩვენ დღეს გვაქვს 0 და დღევანდელი ხელისუფლების მინუს ისა, რომ ვერაფერი ვერ შეცვალა ფაქტურად ამ გზაზე. ახაც ვერაფერს ბატონო, სანამ რეკლამაზე გავალთ, ქალბატონი მარიამი, ბატონ თემურცაც მიცემ შესაძლებლობას. პირველ რიგში ვერ დავეთანხმები აუდას, რომ ფიასკოთი დაამთავრა, იმიტომ რომ წინა ხელისუფლებაში აუდაც ზოგად განათლების საკმაოდ პრიორიტეტულ